ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ახლა იმ ადამიანების აზრების მოსმენა, რომლებმაც ბრძოლის 500 დღეა ჩვენს საზოგადოებას ახლა ირაკლი თქვენც გითხარით, რას ფიქრობთ, რამ გააძლებინა ხალხს 500 დღე ბრძოლაში, თან დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც ერთად შევხვდებით. გილოცავთ ხატია, გააძლებინა სამართლიანობისათვის ბრძოლამ. ეს ისეთი დიდი ის არის, რა ქვია, ბრძოლის მახასიათებელი, რომ გასაკვირი ნამდვილად არ არის. და ეხლა ამ წუთას მე გადმომცე საჩუქრად მედალიონი 500 დღე, რომელსაც აწერია და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარი. სარგებლობ თქვენი ეთერით და მინდა დღევანდელი ბრწყინვალე აღდგომა მიულოცო ყველა ჩვენს თანამებრძოლს, ის იმ ადამიანებს, ვინც 500 დღე აქ დგას, ვინც ვერ დგას აქ, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარია, ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც იზრულებულები არიან საქართველოსდან გადაიხვეწონ. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო თემურ ქათამაძეს, რომელიც იზრულებული გახდა, რომ გაეძევებინათ საქართველოსდან, აჭარიდან, ასევე სულ ცოტა ხნის წინ გააძევეს ჟურნალისტი ავგან სადიგოვი. მინდა ჩვენს პოლიტპატიმრებს მიულოცო დღევანდელი დღე და ვთქვა, რომ ფუჭად არ ჩაივლის ეს ბრძოლა, მებრძოლი საქართველო გაიმარჯვებს. ძალიან დიდი მადლობა.